ბატონ გიორგის ძალიან კარგად ახსოვს, ძალიან მისთვის მტკივნეული საკითხი და შეიძლება და არც მეხსენებინა, მაგრამ როდესაც ის ეგრეთ წოდებული ოქრიკას საქმეს ჩემთან მიმართებაში ხას უსვამს, მე აქ მინდა ვთქვა, რომ მე გიორგი ოქროპირიძეს და ასევე ბევრს ათეულ პატიმარს ვიცავდი სწორედ იმიტომ, რომ მათ თქვენი რეჟიმი აწამებდა ციხეში და ეს იყო ძალიან ცუდი. როდესაც შეიარეთ ქალბატონო მანანა და მე ფულის აღების შემდეგ გაუწიეთ რეკომენდაცია, რომ ციხიდან გამოსულიყო. ფული აიღეთ. აი გიმეორე, ფული აიღეთ, როგორც ადვოკატმა და შემდგომ ფულის აღების შემდეგ მიეცით რეკომენდაცია მის გამოშვებაზე. უფასოდ ადვოკატობდით. თქვენზე ბატონო გიორგი, მე ადვოკატი არ ვიყავი, უფლებადამცველი ვიყავი ამ შემთხვევაში და არა კერძო ადვოკატი. და როგორც ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და წარმომადგენელი ადვოკატობით უდანაშაულო ადამიანს. მე მის ინტერესებს ვიცავდი როგორც წამების მსხვერპლს და ეს ნაწამები ადამიანები სწორედ თქვენი ხელიდან იყვნენ ნაწამები და ფული რაში ავიღეს გაარკვიეთ წამბადი და თქვენი მეგობარი ბედუკაძეების, ბასტიების და ბუბუების ხელიდან, რომლებსაც თქვენ ხელი გადაუსვით. სწორედ ეგ ხალხია თქვენი ხალხი. ქალბატონო მანანა. ეგ არის თქვენი ხალხი, ქალბატონო მანანა. ბასტი და ბუბუ და ბედუკაძე. მთელი ოჯახის ამოწყვეტა, ბატონო გიორგი. თქვენ კისერზეა, დიახ გეუბნებით ეხლა ამ ღია ეთერიდან და თურმე მე მკვიდრე ისმენს კიდევ ამ აფრაზიძის ძალიან მტკივნეულია ეს თემა მათთვის, მაგრამ უნდა ვთქვა, თქვენთვის მისაღები იყო ამ ოჯახის პირწმინდად ამოხოცვა და ამოჟლეტა იმ სპეცოპერაციით, რომელიც თქვენი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ჩატარდა. დიახ, თქვენი ყავით, სხვა თემა არ არის, ქალბატონო ნინო. უკაცრავად, ვინ გვესაუბრება? პირსისხლიანი ხალხი გვესაუბრება ჩვენ აქ ადამიანის უფლებებზე. თქვენთვის მისაღები იყო ვაზაგაშვილის დახვრეტა ქუჩაში, იმიტომ რომ თურმე ის საკაჩავად მიდიოდა. თქვენთვის მისაღები იყო ბუტარობაქიძის ხელაწეული ბიჭის დახვრეტა ქუჩაში. რატო არავინ არ დაიჭირეთ მათ საქმეზე? ეს არ არის მისაღები. არა, ქალბატონო მანანა, ეს ფული აღარ გამოგივათ. წელიწად ნახევრი წლის და 2 წლის წინ რო გელაპარაკათ, კიდე გასაგები იყო და ლაპარაკობდით და ეხლა 2 წელი გავიდა. 2 წელი გავიდა, რატო არავინ არ დაიჭირეთ მაგ დამნაშავეებიდან? ქალბატონო მანანა, აღარ გაგივათ ეგ ნომერი. თქვენ არაფერი არ გაგიკეთებიათ მაგ დამნაშავეების დასაჭერად. მაგით ხართ უნიათოები. მაგით ხართ არაკომპეტენტური. დავასრულებინო ქალბატონო მანანას და ჩვენი დისკუსია არ გაგიკარებიათ მაგ დამნაშავეების დასაჭერად. ბატონო გიორგი ქალბატონო მანანა. სწორედ მაგაზე საუბრობ და მაგიტომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს დისკუსია. ქალბატონო მანანა. არც ერთი დამნაშავე არ დაგიჯიათ. ბატონო გიორგი არ ესმის არაფერი მამრობელს, არც ერთი საუბარი, უკაცრავად, ბატონო გიორგი. ბატონო გიორგი, დიდი ბოდიში, თავისი დრო აქვს ქალბატონ მანას, რომელიც არ დავუთმეთ ზუსტად 1 წუთი ქალბატონ მანა დაასრულეთ დააწყებიეთ თქვენ საუბარი და ეხლა თქვენ გეგმათ რომ ისე მან დაასრულოთ. ბატონო გიორგი, თქვენ ბევრი ბრალდება უთხარით, უბრალოდ პასუხს გაგცემთ და აღარ ვაპირებ გიორგი ბარამიძესთან ეთერში დაждდომას, იმიტომ რომ ეს ადამიანი პირდაპირ ვიტყვი არის პროვოკატორი და ადამიანი, რომელსაც არავითარი პასუხისმგებლობა არ აქვს საკუთარი ქმედებების მიმართ, ნამდვილად მას არ აქვს უფლება დღეს აქ დამოძღვროს საზოგადოება და ადამიანის უფლებებზე ისაუბროს. კარგით, გასაგებია. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. პროვოკაცია რომც იყოს, არის პოლიტიკური დებატის და ქმედების ერთ-ერთი საშუალება, რომელიც არავის არ აუგზავნავს და თუ ვინმე ქალბატონო მანანა კიდევ ერთხელ გეუბნებით, არის დამნაშავე, 2 წელიწადია თქვენ გქონდათ ამისათვის დრო, რომ ის დამნაშავე უნდა დაგესაჯა და დამნაშავის არც ვაზაგაშვილის მკვლელი დაგიპატიმრებიათ. არც ივანე მერაბიშვილის მიმართ არც წამებლები დაგიკავებიათ პირიქით წამებლები გიორგი ბარამიძე და მანანა კობახიძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. დასრულდა ქალბატონ მანანა, ბატონ გიორგი ეს დისკუსია. დიდი მადლობა, დასრულდა, დავასრულეთ ეს დისკუსია. გიორგი ბარამიძე და მანანა კობახიძე. მაგრამ იმედია მოგვიტევებენ ისინი.